უფლებადამცველთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე გარემოს დაცვის სამინისტროს სარეკრეაციო ზონების განადგურებასთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. მისი განცხადებით, ისევე როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში, გარემოს დაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას თავს არიდებდა. ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. უფლებადამცველის ამ განცხადებას გარემოს დაცვის მინისტრი უკვე გამოეხმაურა. ხათუნა გოგალაძის თქმით, სამინისტრო ამ თემით დაინტერესებულია, თუმცა უწყებას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები და არ შეუძლია რეკრეაციო ზონების განადგურებასთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებები გაატაროს. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იგივე პოლიტიკა გაგრძელდებოდა და რეალურად არაფერი არ შეიცვლებოდა ამ მიმართულებით. ჩვენ რეალურად ველოდით სამინისტროსგან, რომ სარეკრეაციო ზონებთან მიმართებაში ჩართული იქნებოდა სამინისტრო, უშუალოდ შემოვიდოდა ახალი ინიციატივები, რომელიც მისცემდა საშუალებას, რომ თბილისში სარეკრეაციო ზონებთან მიმართებაში ის ყოფილიყო ადეკვატური, ანუ მას განეხორციელებინა ის პოლიტიკა, რომელიც ადრე ჰქონდა გარემოს დაცვის სამინისტროს და ფაქტიურად ჩვენ ვღებულობთ იგივე მიდგომებს, როგორიც აქამდე იყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტები, რომ რაღაც ქმედითი ღონისძიებები გაატაროს რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებით. პრობლემური ტერიტორიები, რასაც მოსახლეობას აქვს სამართლიანი პროტესტის განცდა, ეს არის გასხვისებული ადრე პერიოდში, ან სწორედ წინა ხელისუფლების დროს. რეკრეაციული ზონების შესახებ სტატუსის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, ხოლო თვითონ უკვე ნებართვის გაცემა ჭრის შესახებ ხეების ჭრი თუ შემდეგ მათი გაკონტროლება რამდენად სწორად იქნა მოჭრილი, ეს არის სწორედ მერიის პრეროგატივა და მერიის კომპეტენცია.